გავაკეთოთ მოკლე გაშლა კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა ჩვენი პარტნიორი. დაბრუნდება თუ არა პარტნიორი ამ უახლოეს პერიოდში. დაბრუნდება პარტნიორი ამ უახლოეს პერიოდში და ვნახოთ რას გვიტყვის ჩვენი ტარო. საკმაოდ მაღალი არკანები გამოგვივიდა. საკმაოდ მაღალი არკანები გამოვიდა დღეს ახლა ამ გაშლაში, ამ მოკლე გაშლაში. და მოდით ნახოთ რა ხდება სიტუაცია. ესე იგი რაღაცა უნდა თქვენს პარტნიორს ნახეთ როგორ ჩქარობს, უნდა რომ მოვიდეს, დაბრუნდეს თქვენთან, მოვიდეს რაღაცა ინფორმაციით, შეიძლება ინტერნეტ კავშირი იყოს, შეიძლება პირდაპირ ჩამოსვლაზე იყოს ეს ადამიანი ფიქრობს, მაგრამ ის რაც მოხდა თქვენ შორის, მას ასევე აფიქრებინებთ, რამდენად რაც შეიძლება მას ახლა აფერხებდეს, თქვა, აი ამ სწრაფად რომ უნდა რომ ძალიან დიდი სურვილი აქვს რომ აღადგინოს კონტაქტი თქვენთან, მას შეიძლება აფიქრებდეს ის რაც მოხდა თქვენ შორის. ადამიანი ხვდება რომ ისე ვეღარ იქნება რა, როგორც იყო ის წინა ურთიერთობა, აბსოლუტურად უნდა შეიცვალოს, ხო? არის თუ არა მზად ის ამის ცვლილებებისთვის, ამაშია საქმე. ერთადერთი რაც შეიძლება მას აფერხებდეს, რომ აი ეს რასაც მე მთხოვს პარტნიორი, თქვა თქვენ, რაც მას თხოვთ, ხო? რომ დიდი ცვლილება იყოს თქვენს ურთიერთობაში, თქვენ აღარ გაწყობთ ისე როგორც იყო მანამდე და თვითონაც ხვდება, ანუ ნახეთ, ყველა ურთიერთობას აქვს რაღაცა განვითარების ეტაპები, ხო? პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს ესე, რომ იყოთ რაღაც გარკვეულ ურთიერთობაში, თითქოს გაწყობდეთ, მაგრამ დგება მომენტი, როცა უნდა მოხდეს ცვლილება, როცა უნდა მოხდეს განვითარება, ხო? რაღაც სიტუაციის, ანუ შეიცვალოს ან აქეთ, ან იქეთ. აქაც ეს ჩანს, ანუ თქვენ სავარაუდოდ აღარ გაკმაყოფილებდათ ის როგორ ვითარდებოდა ურთიერთობა თქვენთან და თქვენს პარტნიორს შორის, ხო? და ამ ადამიანმა იცის, რომ ესე ვეღარ იქნება, რომც მოვიდეს, ხო, როგორც იყო, თქვა, ის რაღაცა კომფორტის ზონა, რაც ქონდა შექმნილი მას თქვენთან კავშირში, ეს ესე ვერ გაგრძელდება, ეს უკვე ჩამოშლილია. თუ კი შეიძლება მას აფერხებდეს რამე, ან შესაძლოა თქვენ შორის მოხდეს საუბარი კიდევაც ამაზე, ხო? შეიძლება იყოს ეს, თქვათ, ინტერნეტით საუბარი ამაზე და აი ამ მე-16 არკანი ეს არის ნახეთ როგორი რაღაცა ჩამოიშალა ის რაც იყო, ესე ვეღარ იქნება. აქ უნდა მოხდეს გააზრება, ხო? რა იყო მიზეზი ამ ყველაფრის, საიდან წამოვიდა ეს სიტუაციის გაანალიზება უნდა მოხდეს და უნდა გაკეთდეს რა იცით, გაშიფრვა, კარგად მოხდეს ანალიზი იმისი, როგორ შეიძლება, რაში შეიძლება გადაიყვანოთ ეს ურთიერთობა, რომ აღარ განმეორდეს ესეთი ნგრევა თქვენს კავშირში, ხო? ამაზე შეიძლება იყოს საუბარი. და შეიძლება საუბარი თუ არა და თუ კითხვა იყო დასმული დაბრუნდება თუ არა ამ პერიოდში თქვენი პარტნიორი ამ რამოდენიმე ხანში, მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, შეიძლება გამოჩნდეს, ნახეთ, ფიქრობს ამაზე, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ გზაზე დგას ეს ადამიანი, შეიძლება დიდი ცვლილებებითაც მოვიდეს, შეიძლება გამოჩნდეს და გითხრათ, რომ არა, ესე აღარ იქნება, როგორც იყო ადრე. მოდი ვისაუბროთ, ჩვენ სხვანაირად დავაწყოთ. სავსებით შესაძლებელია გამოჩნდეს და დავამატებ ერთ არკანს კიდევ, გამოჩნდეს ამ პერიოდში რაღაცა სიახლეებით, ანუ შეიძლება რამე სიახლე შემოგთავაზოთ, ან გითხრათ, რომ მოდით რაღაცა ცვლილებები, ანუ ამაზე ფიქრობს ეს კაცი უკვე, კაცი ქალი ვინც არის, ამაზე ფიქრობს და საბოლოოდ რას გადაწყვეტს ერთი არკანით ვნახოთ. კი, მოვა. გამოჩნდება პარტნიორი თქვენი, ეს ვიზეც არის ახლა გაშალთ შეკითხვა რაც იყო, მოვა და სწრაფი მოქმედებებიც იქნება და აქ არ გამოვრიცხავ, რომ ესეთი საკმაოდ ძლიერი ენერგიის მქონე შეხვედრაც იყოს, საკმაოდ კარგი შეხვედრა იქნება და დაელოდეთ. მოხდება ეს ამბავი. აქ კიდევ ვიტყვი ერთ რამეს, რომ თქვენც
გაითვალისწინეთ, შეხედეთ, უნდა აწონდაწონოთ კარგად, რას გთავაზობენ და ნამდვილად არის ეს თქვენთვის საჭირო. კითხვას დაუბრუნდეთ, გამოჩნდება თუ არ პარტნიორი ამ უახლოეს პერიოდში და ყველა ვარიანტში გამოჩნდება გარკვეულ ცვლილებებსაც შემოგთავაზებთ. ეს ადამიანი თუ კი ახლა არის ფიქრის პერიოდში, საბოლოოდ გადაწყვეტს და მოვა.